ყველას ყავს და გვიგრძნია ალბათ შინაგანი კრიტიკოსის არსებობა. ეს შესამჩნევია ყოველდღიურობაში, როდესაც მუდმივად ვაკრიტიკებთ თავებს თითოეული წვრილმანის გამო, რა გამოგვივიდა ან რა არ გამოგვივიდა. აი ის სამსახური ისევ არ გამოვიდა. აი ამ ურთიერთობაში ისევ რაღაცა არ გამომივიდა, არასწორად გავაკეთე ეს, უკეთესად შემეძლო ის. ვიღაცას გამოვიდა უკეთესად და მუდმივად ეს შინაგანი დიალოგი მიმდინარეობს და ეს ყოველივე გვიშლის ხელს თავდაჯერების დამყარებასა და ჩამოყალიბებაში. ამიტომ გირჩევდით რომ ასევე აღმოაჩინოთ თქვენში შინაგანი შემქებელი. ის ნაწილი, რომელიც ასევე არსებობს, უბრალოდ მას ყურადღებას არ ვაქცევთ. ყველა დეტალზე, წვრილმანზე, ქმედებაზე, რომელიც დღეს გამოგივიდათ, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ვამჩნევდეთ და ვაძლევდეთ გამოვლინების, გამომჟღავნების საშუალებას. აი ნახე, ეს შეძელი, ის გამოგივიდა, დღეს უკეთესად გააკეთე რაღაცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ სტიმულს გვაძლევს და დიდ ენერგიას გვაძლევს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ თითო-თითო ნაბიჯით მიზნისკენ მსვლაში.